მეგობრებისთვის გვაქვს კარგი ამბავი. ვარგი ძალიან მიყვარს პატარ-პატარა სერიალები. ახლა ჯერჯერობით არაფერს არ უყურებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აი იმ სერიალის ყურებას დავიწყებ, რომელსაც ახლა უნდა მოვუყვეთ მაყურებელს, მოკლედ გავრცელდა ლიმიტირებული სერიალის ტრეილერი სახელად სიყვარულის ამბავი კეროლაინ ბესეტი და ჯონ კენედი უმცროსი. სერიალის რეჟისორი მაქს ვლინკენი გახლავთ, რომელიც მაყურებელს 1990-იან წლებში აბრუნებს და გვიყვება ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილის კეროლაინ ბესეტისა და ჯონ კენედი უმცროსის სიყვარულის ამბავს. ეს იყო ურთიერთობა, რომელიც ერთდროულად აღმოჩნდა გლამური სტილისა და მუდმივი საზოგადოებრივი ინტერესის ეპიცენტრში. ჯონ კენედი უმცროსი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელი იყო, ამერიკის შეერთებული შტატების 35-მე პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის ვაჟი, პროფესიით გახლდათ იურისტი, გამომცემელი და ჟურნალისტი. კეროლაინ ბესეტი კი მოდის სამყაროს წარმომადგენელი, ძალიან მშვიდი დახვეწილი გემოვნებიანი ქალი, რომელიც ცნობადობამდე CKSP-ში მუშაობდა და პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. ის მოდის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების მინიმალიზმის დედოფალი და როგორც სერიალის ტრეილერიდან ჩანს, მხოლოდ გარეგნულ ბრწყინვალებაზე არ ამახვილებს რეჟისორი ყურადღებას, ის გვაჩვენებს რა იმალებოდა კამერების მიღმა პირადი სივრცის დაკარგვა, სიყვარული, რომელიც მუდმივი საჯარო ზეწოლის გადარჩენის ქვეშ იყო. ქარბუქში ყოველთვის ტრიალებდა ეს იბატონო, ასე იყო ნიკოლას ამბულად. მთავარ როლებს ასრულებენ ახალგაზრდა მსახიობები პოლ ენტონი კელი და სარა პიტგეონი. კელი პირველად იღებს მნიშვნელოვან ჰოლივუდურ პროექტში მონაწილეობას, ხოლო პიტგეონი უკვე აღიარებული მსახიობია კინოსამყაროში, რომელსაც მაყურებელი უკვე კარგად იცნობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კეროლაინ ბესეტის პერსონაჟს, ქალს, რომელიც არც ცდილობდა ყურადღების ცენტრში ყოფნას, თუმცა მაინც აღმოჩნდა მის ცენტრში. სხვათა შორის მისი მინიმალისტური სტილი, ცხოვრებისეული არჩევანი და დამოკიდებულება დღემდე შთაგონების წყაროდ რჩება მოდისა და კულტურის სამყაროში. კი ბატონო, სერიალი ასევე ეხება კითხვას, რამდენად შესაძლებელია ნამდვილი სიყვარული მაშინ, როცა შენი ცხოვრება მუდმივად საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობს. კენედი უმცროსის და ბესეტის ურთიერთობა ხშირად იდეალიზებული იყო, თუმცა, როგორც ვიცით, მათი ისტორიის დასასრული ტრაგიკული აღმოჩნდა 1999 წელს წყვილი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რამაც ეს სიყვარული სამუდამოდ აქცია ლეგენდად და ჯონ კენედი მართავდა თავად ვერტ ფრენს სწორედ ამ დროს და მართლა ძალიან ტრაგიკული იყო. მსოფლიო მედია გამოცემები წერდნენ მაშინ მათ ამბავს და ფიქრობ, რომ საინტერესო სერიალი გველოდება ნამდვილად წინ. ეს სერიალი გვაჩვენებს დიდების ფასს და იმის ფასს, თუ რა ფასი ხდიან ზოგადად წყვილები მაშინ, როდესაც ისინი არიან საჯაროდ საზოგადოების შენარჩუნებას, ხო? კი ბატონო, სხვათა შორის არსებობს გავრცელებული ვიდეოები, როდესაც კეროლაინმა ეს ნიშნობის ბეჭედი დაუბრუნა ჯონს და რაღაცა ჩხუბის ამბავი არის აღწერილი აი ამ ვიდეოში და მაშინაც ძალიან დიდი ამბავი მოყვა მედიაში მათ კამათს. პრემიერა როდის არის? ხომ არ გვაქვს ინფორმაცია? პრემიერა 2026 წლის 12 თებერვალს უნდა შედგეს Netflix-სა და Hulu-ზე. ერთდროულად გამოვა პირველი 3 ეპიზოდი, ხოლო შემდგომში ახალი სერიები მაყურებლისთვის ყოველ კვირას დაემატება და როგორც ტელევიზიით, ისე ონლაინ პლატფორმებზე შეგვიძლიათ რომ თვალი ადევნოთ. კი ბატონო. ახლა კი ზოგადად ჰოლივუდს ხომ აქვს რაღაც განსაკუთრებული ნომინაციები აქვს ხოლმე და განსაკუთრებულ ნომინაციაში შევდივართ ახლა და ოსკარის ნომინაციებზე და კიდევ ერთი საინტერესო ამბავი. ავატარი ცეცხლი და ფერფლი ნომინირებულია ოსკარზე კატეგორიაში საუკეთესო კოსტუმების დიზაინი და ეს ნომინაცია ბევრისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მოულოდნელიც კი აღმოჩნდა, რადგან გმირებს მოგეხსენებათ კოსტუმები არ აცვიათ. ასეთი საოცრება პერსონაჟების დიდი ნაწილი ეკრანზე მთლიანად კომპიუტერული გრაფიკით არის შექმნილი და ერთი შეხედვით შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ როგორ შეიძლება ასეთ ფილმს კოსტუმების დიზაინის ნომინაცია ჰქონდეს. სინამდვილეში ფილმის კოსტუმებზე მუშაობდა ოსკაროსანი დიზაინერი დებორა სკოტი, რომელმაც განმარტა, რომ მიუხედავად საბოლოო ციფრული შედეგისა, კოსტუმები თავდაპირველად რეალურად, ფიზიკურად იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ კოსტუმები არ არის უბრალოდ კომპიუტერში დახატული, მათ აქვთ რეალური ფორმა, მასალა და სტრუქტურა, რაც შემდეგ ციფრულად გადადის ეკრანზე. სწორედ ამ პროცესმა გახადა შესაძლებელი, რომ ავატარის სამოსი ცოცხლად რეალისტურად გამოჩენილიყო ეკრანებზე. მაინც რაღაცა არის რა, ისეთი. კი ბატონო, და თან უცნაურია ის, რომ უცნაური არ არის პრინციპში ეს რეალობაა, რომ ერთი არას ვუყურებთ უკვე, თუმცა მის მიღმა რამხელა შრომა არის ჩადებული. მაინც განსაკუთრებულად. ხო, მეც არ ვარ დიდად გულში პირველი მომეწონა. არა,
გენიალური არის თავიდან ბოლომდე, თავის გრაფიკით, ამით ყველაფრით, მაგრამ ესეთი სტილი დიდად არ მხიბავს. სხვა ჟანრს უფრო ვცემთ მოკლედ პატივს, თუმცა უნდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალ ტომებს. მათი კოსტიუმები განსხვავდება აქამდე ნაცნობი სტილისგან. ფერები არის უფრო მუქი, ფორმები მკაცრი, ტექსტურები კი თითქოს დამწვარი და გაცვეთილი, რაც პირდაპირ ასახავს მათ გარემოსა და ცხოვრების წესს. თითოეული დეტალი ისტორიას ყვება და პერსონაჟის იდენტობის ნაწილი გახლავთ. ოსკარის ნომინაცია საუკეთესო კოსტიუმის დიზაინის კატეგორიაში სწორედ აი ამ მიდგომას აფასებს არა მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეს, არამედ იმ შრომას, კვლევასა და ტექნიკურ სიზუსტეს, რაც კოსტიუმების შექმნის პროცესს ნამდვილად ახლავს თავს და ავატარი ამტკიცებს, რომ თანამედროვე კინოში კოსტიუმების დიზაინი შეიძლება იყოს ერთდროულად ხელით შექმნილი და ციფრულად გაცოცხლებული. საბოლოოდ ეს ნომინაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ავატარი მხოლოდ ტექნოლოგიური სანახაობა ნამდვილად არ არის და ეს არის დეტალებზე აგებული სამყარო, სადაც კოსტიუმები ისეთივე მნიშვნელოვანი ამბის მთქმელია, როგორც სიუჟეტი ან მისი ვიზუალური ეფექტები, რომლითაც ნამდვილად ყველანი ვართ ძალიან მოხიბლულები. კი ბატონო, ხო, ისე მაინტერესებს, მინდა გითხრა, საინტერესო იქნება. მეორე ნაწილიც არ მინახავს და მეორეზე მესამეს ერთად ვნახავ, მარიამ. კი ბატონო, მოდი ესე გავაკეთოთ, ნიკოლას ჩავუსხდეთ ერთად, ყველა ერთად ვნახოთ. მანამდე კი მაყურებელი უკვე 4 შაბათს უნდა დაელოდოს ჩვენს ხვალინდელ ეთერს.